ეს ხელნაწერი მე-18 საუკუნით თარიღდება. საქართველოს სხვადასხვა წმინდანის ხატთან ერთად ნაშრომის აშიებზე წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფალია გამოსახული. ხელნაწერში წმინდა დედოფალი სავედრებლად ხელაპყრობილი და ჯვრით ხელშია წარმოდგენილი. ჩარჩოში ასევე გამოიყენება მცენარეული ორნამენტები, რაც დოკუმენტს თავისებურ დატვირთვას აძლევს. არის ქეთევან დედოფალის გამოსახულება, რომელიც წარმოდგენილია ნახევარფიგურით მოჩარჩოებაში, მცენარეულ ორნამენტულ მოჩარჩოებაში. გვირგვინოსანი დედოფალი ვედრებად არის ხელაპყრობილი. შემუშავებულ იკონოგრაფიას ზოგადად შეესატყვისება. მინიატურებში წმინდა ქეთევანის გამოსახულება გვაქვს მე-18 საუკუნის რამოდენიმე ხელნაწერში. ბევრი არ არის მასალა. გვიანი ხანის წმინდანია მოგახსენებათ, კანონიზირების შემდეგ იკონოგრაფიის შემუშავებას გარკვეული დრო უნდა სვინაქსარული ცხოვრების შედგენასაც რაღაცა პერიოდი ეთმობა. ეს კრებული 1746 წელს ვახუშტი აბაშიძის დაკვეთით გადაუწერიათ. მისი სახელი მრავლად გვხვდება აშიებზე წარმოდგენილ გამოსახულებებზე. განცხადებული ანდერძის მიხედვით ცნობილია თავად გადამწერის ვინაობაც. ის სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურის შვილი ნიკოლოზი ყოფილა. წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის გამოსახულების მსგავსად ხელნაწერი ოქროს მასალით უხვად არის დამშვენებული, რაც იმ დროისათვის იშვიათობას წარმოადგენდა. საინტერესოა, რომ გამოიყენება მინიატურების შესრულებისას ოქრო, რაც იშვიათი ნიშანია გვიანი შუა საუკუნეების ხელნაწერებისათვის და მიუთითებს იმაზე, თუ როგორ უხვად უნდოდა და როგორი უხვი გახლდათ მისი მომგებელი, როგორ სურს, რომ მისი ხელნაწერი, მისი მიერ მოგებული ხელნაწერი მდიდრულად იყოს შემკული. მეორე ხელნაწერი, რომელშიც წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის გამოსახულება გვხვდება, 1718 წლით არის დათარიღებული. დოკუმენტი დომენტი კათალიკოსის რედაქტორობითა და დაკვეთით შეუდგენიათ. როგორც ხელოვნებად მცოდნე ნუცა ციციშვილი განმარტავს, ამ ნაშრომში დედოფლის გამოსახულება საკმაოდ უჩვეულოდაა წარმოდგენილი. აქვე გვხვდება საწამებელი იარაღიც. ნამუშევარ სიმბოლურ დატვირთვასთან ერთად ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. ამ გამოსახულების უჩვეულობა იმაშიც მდგომარეობს, რომ წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხელს ჯვარი არ ამშვენებს. ქეთევანის გამოსახულება უჩვეულოდ არის წარმოდგენილი, მისი ნახევარფიგურა თითქოს ამოიზრდება ყვავილიდან, შროშანისებური ყვავილიდან, გარშემო ასევე მცენარეული საფარია წარმოდგენილი. რაც მიუთითებს იმაზე, რომ ქეთევანმა სიმბოლურად მიუთითებს ყვავილი, იმაზე, რომ დაიმკვიდრა სასუფეველი, ზეციორი თავისი მოწამეობრივი ღვაწლით. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ დოკუმენტებში წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სულ რამდენიმე გამოსახულება გვხვდება, რასაც სპეციალისტები საქართველოში არსებული იმდროინდელი ისტორიული ვითარებით ხსნიან.